ადამიანები აგრძელებენ ისეთი რაღაცების აშენებას, რასაც შეუძლებლად მიიჩნევენ. და გეოგრაფია ყოველთვის აიძულებთ, რომ შემოქმედებითად მიუძღვნენ საქმეს. ეს ნაგებობები თითქოს ფიზიკის კანონებს და ზოგჯერ საღაზრსაც კი ეწინააღმდეგებიან. დავითხოვთ ნომერი 40-ით. სტორ-საისუნდეტის ხიდი ნორვეგიაში. ინჟინერებმა ნორვეგიას უთხრეს, რომ ეს ხიდი აშენება შეუძლებელი იყო. მხოლოდ ქარიშხლებიც კი გაანადგურებდნენ მას. მიუხედავად ამისა, მაინც ააშენეს და შედეგი გახდა მთვრალი ხიდი. სტორ-საისუნდეტის ხიდის მკვეთრი მიხვეული თაღი მხოლოდ სილამაზისთვის არ არის. სანაპირო ქარიშხლები იმდენად მძაფრი იყო, რომ ინჟინრებს ტრადიციული ხიდის დიზაინის გამოყენებაზე უარი მოუწიათ და კონსტრუქციაში ტალღა ჩააშენეს, რათა ხიდი მდგრადი ყოფილიყო. ამ ხიდის იკონური ფორმა ქაოსს სტაბილურობაში გარდაქმნის. შემდეგი ხიდი მხოლოდ ქვებით არის აშენებული და საუკუნეებია რაც დგას. ნომერი 29. ეს ხიდი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. გერმანიის ერთ-ერთ პარკში მდებარე ეშმაკის ხიდი წყალში არეგულისას სრულყოფილ ქვის წრეს ქმნის. ცემენტი ხელმისაწვდომი არ იყო. ამიტომ ინჟინერებს მთლიანად ქვებზე დარდნობა მოუხდათ. ისინი ერთმანეთზე ისეთი ძალით აწვებოდნენ, რომ თაღი ერთად ეჭირათ. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი 2018 წელს განაახლეს, ის უსაფრთხოების მიზნით კვლავ დახურულია საზოგადოებისთვის. მაგრამ ხიდები ყოველთვის მოსაწყენი არ არის. ზუსტად როგორც შემდეგი ხიდი. ნომერი 38. რას აკეთებ მაშინ, როცა მანქანებისთვის ხიდი გჭირდება, მაგრამ გზაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელია? უბრალოდ მასზე აშენებ. ზუსტად ასე მოიქცა სეული ბომბოს ხიდთან. მანქანებს შეუძლიათ წყლის გადაკვეთა მარტივად, მაშინ როცა ძველი ჯიანსოს ხიდი ქვემოთ ასე იღბლიანი არ არის. ის წყლის ქვეშ ქრებება, როცა ჰანის მდინარე ადიდდება. დარჩით ჩვენთან. ჩით ჩვენთან. მოგვიანებით ნახავთ ხიდს, რომელიც სრულყოფილ ბორბლად იკეცება. ეს მართლაც საოცარია. ნომერი 27. ინდოეთში ბეტონი და ფოლადი ჯუნგლებში დიდხანს არძლებს. ამიტომ ვარჰასის ხალხმა ხიდების აშენება შეწყვიტა და მათი გაზრდა დაიწყო. ისინი რეზინის ხეების ფესვებს მდინარეებზე ღნილი ხის ტანებით უძღვებიან. ეს ნელი სამუშაოა. ზოგჯერ ამას 15-20 წელი სჭირდება, მაგრამ როცა ხიდი მზად არის, მას ერთდროულად 50 ადამიანის დაჭერა შეუძლია. კარგი, სწრაფი კითხვა. როგორ ფიქრობთ, შეძლებდით ბალახისგან გაკეთებულ ხიდზე გავზლას? ნომერი 26. წარმოიდგინეთ, როგორ გადადიხართ ანდებში, ღრმა ხეობაზე, ბალახისგან გაკეთებულ ხიდზე. სწორედ ეს არის ქეშვა ჩაკას ხიდი. ის დამზადებულია 20,000 ფუნტი ხელით დაწნული იჩუს ბალახისგან, რომელიც 82 ფუტზე იჯიმება და მასიური თოკებისა და მერკევი იატაკის სახით არის დაწნული. ის მხოლოდ 3 დღეში ააშენეს ადგილობრივმა ქეჩუას თემებმა, რაც 500 წლოვან უწყვეტ ტრადიციას წარმოადგენს. ის საშიშად გამოიყურება, მაგრამ როგორღაც მუშაობს და მთებისთვის იდეალურად არის აგეგებული. ეხლა კი რაღაცას გიჩვენებთ, რაც ნაკლებად ხიდია და უფრო ნდობის სავარჯიშოა. ნომერი 25. კარაკას ლერწმის თოკის ხიდი, ჩრდილოეთ ირლანდიაში. მცირე ჩრდილოირლანდიური კუნძული, რომელსაც მეთევზეები იყენებდნენ, სრულიად მიუწვდომელი იყო. მათი გადაწყვეტა იყო თოკის ხიდი, რეალური საყრდენების გარეშე და წლების განმავლობაში მას მხოლოდ ერთი მოაჯირი ჰქონდა. ხიდი ღიაა საზოგადოებისთვის, რომლებიც დაახლოებით $20 იხდიან, რათა გაიგონ, აქვთ თუ არა თავბრუსხვევა. შემდეგი. ეს ხიდია თუ საათი? რატომ არა ორივე ერთად? ნომერი 24. გარემოს დაცვითი შეშფოთებების გამო კალიფორნიის მზის საათის ხიდს არ აქვს მდინარის ფსკერზე საყრდენები. ამის ნაცვლად 217 ფუტის სიმაღლის დახრილი პილონი იჯერს პლატფორმას. ზაფხულის მზებუდობის დროს მისი ჩრდილი ნამდვილ მზის საათად იქცევა. ჩრდილი წუთში დაახლოებით 1 ფუტს გადაადგილდება, რაც საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში დააკვირდეთ დედამიწის ბრუნვას. ახლადი ხიდზე, სადაც ადამიანები უბრალოდ არ გადადიან, არამედ მასზე ცხოვრობენ. ნომერი 23. ფლორენციის პონტევეკიო. ყველა წესს არღვევს. უმეტესობა ხიდებისა მხოლოდ მოძრაობას ემსახურება, მაგრამ ეს ხიდი მაღაზიებსა და სახლებს ატარებს. მას შემდეგ, რაც დამანგრეულმა წყალდიდობამ 1323 წელს ორიგინალი ხიდი გაანადგურა, ფლორენციამ კიდევ უფრო ძლიერი ხიდი ააშენა, რომელიც სამუდამოდ გაუძლებდა არლებდა ადიდებულ არნოს, თანაც ზემოდან 3 სართულიანი შენობებით. გაგრძელებისას გჯერა თუ არა, შემდეგ ხიდზე ნავითაც კი შეგიძლიათ გაცუროთ. ნომერი 32. გჯერა თუ არა, გერმანიაში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გადის გემი ხიდზე, რომელიც მდინარეზეა გადებული. 3000 ფუტიანი მაგდებურგის წყლის ხიდი უზარმაზარი ბეტონის აბაზანას გავს, რომელიც საშუალებას აძლევს ხომალდებს იმოგზაურონ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. ეს ფაქტობრივად მსოფლიოში ყველაზე გრძელი სანავიგაციო აკვედუკია. 2003 წელს დასრულებული 9 მილიარდი ევროს ღირებულებით. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ზოგჯერ წყლის გადალახვის საუკეთესო გზა კიდევ უფრო მეტი წყალია და ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. დაიცადეთ, სანამ ნახავთ ხიდს, რომელიც ტრიალებს, ცურავს და ზოგჯერ ღრუბლებში ქრება. ნომერი 31. დედოფალ ემა ხიდი, კიურასაოში.
ყურის ფსკერი ძალიან რბილი იყო იმისთვის, რომ ტრადიციული საძირკველი დაემაგრებინათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი ხიდი უნდა ცურავდეს. სხვა შემთხვევაში ის საერთოდ ვერ იარსებებდა. ამიტომ დედოფალ ემა ხიდი ფაქტობრივად გიგანტური მცურავი ტივტივაა ღრმა ყურეზე კიურასაოში. ორი დიზელის ძრავა ხიდის ერთ ბოლოს გარევით აღებს, რათა გემებმა გაიარონ, რის გამოც მას მეტსახელად მოძრავი მოხუცი ქალბატონი შეარქვეს. ის თუნდაც ტროპიკულ შტორმებს უძლებს ტალღებზე ტივტივით, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად. ნიდერლანდები და არხები ხელი-ხელ ჩაკიდებულები არიან, რაც უნიკალურ ხიდებს ნიშნავს. ნომერი 30. ნიდერლანდებში სლაუერჰოფის ხიდი გიგანტურიული მექანიკური მკლავივით ჰაერში იწევა, რათა ნავებმა ქვემოდან გაიარონ და ეს ყველაფერი 3 წუთში სრულდება. დატვირთული არხების გამო ხიდი სწრაფად უნდა გაიხსნას, რომ ქალაქის მოძრაობა არ შეანელოს. ის ცნობილია როგორც მფრინავი ამწევი ხიდი, მაგრამ ადგილობრივები მას ბაყაყის ხიდს უწოდებენ, მისი უჩვეულო ფორმის გამო. მოვიანებით ნახავთ ხიდს, რომელიც 2 ექსოლიან გზას ერთმანეთზე აწყობს. წარმოიდგინეთ 2 სართულიანი ხიდი უზარმაზარ მასშტაბზე. მაგრამ ჯერ თუ თვალს დაახამხამებთ, გამორჩეულს გამოტოვებთ. ნომერი 29. ოდესმე გინახავთ ხიდი, რომ თვალს ახამხამებს? გეიტსტერის მილენიუმის ხიდი სწორედ ამას აკეთებს. თავის 2 კალს ტაინის დინარეზე გადახრის, რათა გემებს ქვეშ-გავლა შეეძლოთ. მოძრაობის სიმრავლის გამო ფიქსირებული საფეხმავლო გადასასვლელი შეუძლებელი იყო. და ქალაქმა უარი თქვა რაიმე ინდუსტრიული საშენებაზე მის ახალ კულტურულ კვარტალთან ახლოს. ამიტომ მათ მოიფიქრეს ხიდი, რომელიც გამლელ გემებს ეთამაშება. გადავიდეთ ჩინეთში და ვნახოთ ხიდი, რომელიც შეიძლება თავბრუს დაგახვერთ. ნომერი 28. ნანპუს ხიდი ჩინეთში. შანხაის არც ერთ ნაპირზე არ ჰქონდა ადგილი ამ სიმაღლის ხიდისთვის საჭირო გრძელი მისასვლელი რამპებისთვის. ამიტომ ინჟინრებს მოუწიათ რამპის ვერტიკალურად ხრახნისებურად განთავსება, ვიდრე მისი ჰორიზონტალურად ქალაქში გადაჭიმვა. მისი ორმაგი სპირალი ფუდონგის მხარეს მსოფლიოში ყველაზე დიდია. ეცადეთ არ დაგეხვიოთ თავი, თუ მასზე მანქანით აივლით. შემდეგი ხიდი შთაგონებულია ადამიანის დნმ-ის სტრუქტურით. ნომერი 20. 7. სინგაპურის ჰელიქსის ხიდი იხვევა როგორც დნმ-ის გიგანტური ძაფი, რაც უნიკალურ საფეხმავლო ბილიკს ქმნის. 2010 წლიდან LED განათებები ანათებს ფებს ფერად წყვილ ასოებს, C და G წითლად, A და T მწვანედ, რაც DNM-ის სამშენებლო ბლოკებს წარმოადგენს. მისმა განზრახ მარცხენამხიანმა დიზაინმა მას ადგილი მოუპოვა მარცხენამხიანი DNM-ის დიდების დარბაზში. რამდენ ხიდს შეუძლია ამით დაიგვეხნოს? შემდეგი ხიდი. ეს თავგადასავლების მაძიებლის ოცნებაა თუ ოპტიკური ილუზია? ნომერი 26. იაპონიაში მდებარე ეშიმა ოჰაშის ხიდის ზოგიერთი ფოტო მის მკვეთრ დაქანებას ვერტიკალურ კლდეს ან ატრაქციონს ამსგავსებს. რეალურად მისი 6.1%-იანი დაქანება მხოლოდ იმდენია, რომ გემებმა უსაფრთხოდ გაიარონ ქვემოდან. 1.1 მილის სიგრძით ეს იაპონიის ყველაზე დიდი მყარი კონსტრუქციის ხიდია და ის აშენებულია მიწის ძვრების გასაძლებად. ამასობაში შემდეგი გადასასვლელის აშენება გამოწვევა იყო, თუნდაც ვერტმფრენებისთვის. ნომერი 25. ლანკავის სის ხიდი ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული გადასასვლელია მსოფლიოში, რომელიც მალაიზიის მთის ფერდობზე 269 ფუტის სიმაღლის ბოძზეა დაკიდებული. ყოველი ნაწილი მძიმე ტვირთამწე ვერტმფრენებით უნდა აეტანათ მწვერვალზე. 410 ფუტის სიგრძით. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მრუდე საკიდარი ხიდია მსოფლიოში. და მიუხედავად ამდენი ინჟინერიისა, მისი აშენება მხოლოდ დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი დაჯდა. ჩვენ ნახეთ ტალღები, თვალის ჩაგვრა და უამრავი მავთული. და ეს მხოლოდ დასაწყისია. გავაგრძელოთ ეს გასაოცარი ხიდების ტური. ნომერი 24. ვიეტნამში მდებარე ოქროს ხიდს 2 უზარმაზარი მინის ბოჭკოვანი ხელი უჭერს. 159 მეტრიანი ბილიკი მთის ფერდობზე მრუდად გადის, ხოლო ხელები ოქროსფერ ბილიკს მაღლა ჰაერში წევს. ამბობენ, რომ ეს ღმერთის ხელებს განასახიერებს, რომლებიც ოქროს ლენტას წევს. და როცა ხიდს აშენებ, შეიძლება მასშტაბურადაც იფიქრო. ნომერი 23. მიო ვიადუკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხიდია, რომელიც 1100 ფუტზე მეტ სიმაღლეზეა. ეიფელის კოშკზე უფრო მაღლა. ღრმა ხეობით გარშემორტმული, ის ხშირად ღრუბლებშია გახვეული, რაც ქმნის შეგრძნებას თითითქოს ცაში მართავ მანქანას. მას თანამედროვე ინჟინერიის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მიიჩნევენ. და როცა ჩვეულებრივი სამშენებლო მეთოდები არ მუშაობს, მიმართე არმიას. ნომერი 22. სიდუს მდინარის ხიდი ჩინეთში. ვერტმფრენებს ხეობის გადალახვა ვერ შეძლეს. ქარმა საკაბელოები დაგლიჯა. ამიტომ ინჟინერებმა ის გააკეთეს, რაც მანამდე არავის უცდია. მათ რაკეტა გაუშვეს ხეობის მეორე მხარეს. ამ ნაბიჯმა რამდენიმე თვის სახიფათო სამუშაო აარიდა. ხიდის მასიური საკაბელოები იმდენად ძლიერია, რომ თითოეული მათგანი 43 მილიონ ფუნტ ძალას უძლებს და უსაფრთხოდ ამაგრებს კონსტრუქციას კანიონის ზემოთ. შემდეგი, თანამედროვე ინჟინერიის ხატი. მაგრამ ჯერ მოდით გადავხედოთ ბომბგამძლე ნაგებობას. ნომერი 21.
ჰიმალაებში ჩენაბის ხიდი თითქმის 1200 ფუტით მაღლა ადის მდინარის ფსკერიდან ჯამუში და ქაშმირში, ინდოეთში, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მაღალ სარკინიგზო ხიდად აქცევს. სვეტებისთვის ადგილი არ იყო. ამიტომ ინჟინერებმა ჩენაბის მდინარეზე 1500 ფუტიანი ფოლადის თაღი ააგეს. 120 წლის გამძლეობაზე აგებული, ის უძლებს ძლიერ ქარებს, ნიცის ძვრებს და თუნდაც 40 ტონა ტროტილის აფეთქებას. გავაგრძელოთ, იცოდით რომ ეიფელის კოშკი არქიტექტორის პირველი გრანდიოზული პროექტი არ ყოფილა? ნომერი 20. გუსტავ ეიფელის გარაბის ვიადუქტი ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი იყო, რომელსაც 541 ფუტიანი პარაბოლური რკინის თაღი ჰქონდა. მისი გამორჩეული წითელი ფერი სპეციალურად შეიჩა, რომ გარემოს ფონზე გამოერჩინა თავი. ვიადუქტმა ასევე წარმოაჩინა ეიფელის რკინის კონსტრუქციების ოსტატობა. წლების წინათ, ვიდრე ის პარიზში თავის ყველაზე ცნობილ მონუმენტს ააშენებდა. ეხლა ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდია ლიტერატურაში. ნომერი 19. გლენფინონის ვიადუქტი აშენდა არმატურის გარეშე მასიური ბეტონით, რაც იყო პირველი ასეთი მასშტაბური ნაგებობა რომის დროიდან მოყოლებული. მისი სიგრძე 1200 ფუტზე მეტია და მოგვიანებით მსოფლიო პოპულარობა ჰარი პოტერის წყალობით მოიპოვა. ხიდებზე ვიდეოს ვერ გავაკეთებდით, რომაელებზე ცოტა არ გვესაუბრა, ხომ ასეა? ნომერი 18. რომაული ვიადუქტი პონდეგარდი აშენდა 2000 წლის წინ, ერთი წვეთი ცემენტის გარეშე. 3 სართულის თაღებით ხიდი 160 ფუტის სიმაღლეზე დგას და მთლიანად გრავიტაციასა და ხახუნზეა დამოკიდებული, რომ ქვები ერთმანეთზე მჭიდროდ იყოს შეკრული. საუკუნეების განმავლობაში ის ყოველდღიურად ატარებდა 84 მილიონ გალონ წყალს და დღესაც დგას. როგორ უძლებენ ხიდები მკაცრ ამინდს? კანადას აქვს პასუხი. 17. კანადას ტყუილად არ ეძახიან დიდ თეთრ ჭრილოს. მდინარეები იყინება და ტინულის ფენებს შეუძლიათ ჩვეულებრივი ხიდის ბურჯები გაანადგურონ. კონფედერაციის ხიდი კი განსხვავებულია. ის იყენებს კონუსის ფორმის საყრდენებს, რომლებიც აიძულებენ ყინულს ზევით აიწიოს და საკუთარი წონის ქვეშ გატყვეს. 8 მილის სიგრძით ეს კანადის ყველაზე გრძელი ხიდია და მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდია ყინულით დაფარულ წყლებზე. საკმაოდ მაგარი ინჟინერია. ლონდონს ასევე აქვს ბევრი ცნობილი ღირსშესანიშნაობა და შემდეგი ხიდი ერთ-ერთი მათგანია. ნომერი 16. Tower Bridge, ლონდონის ყველაზე ცნობილი ხიდი, იყენებს დამალულ საწინააღმდეგო წონებს თავის კოშკებში, რათა ასწიოს მისი მასიური ბაქნები მაღალი გემებისთვის. ჰიდრავლიკური ცილინდრები, რომლებიც თავდაპირველად ორთქლის ენერგიაზე მუშაობდა, რამდენიმე წუთში ხსნის ხიდს და დღესაც კი ნავებს უპირატესობა აქვთ. 800 ფუტის სიგრძეზე გადაჭიმული, 1884 წლიდან მოყოლებული, ის 400,000-ზე მეტჯერ გაიხსნა. შემდეგი, ნიუ-იორკის სიმბოლო. ნომერი 15. თუ ნიუ-იორკის პანორამაზე ფიქრობთ, ალბათ ბრუკლინის ხიდი წარმოგიდგენიათ. მისი 14,000 მილის სიგრძის ფოლადის მავთული ხიდს 6-ჯერ უფრო ძლიერს ხდის, ვიდრე საჭირო იყო, რაც უზრუნველყოფს, რომ ის არასდროს დაიშლება. მისი წარმატების დიდი ნაწილი ემილი რებლინგის დამსახურებაა, რომელმაც პროექტს წლების განმავლობაში უძღვებოდა, როცა მისი ქმარი, მთავარი ინჟინერი, საწოლს იყო მიჯაჭვული. ხიდის დაპროექტებისას მოულოდნელობაზეც უნდა იფიქრო. ნომერი 14. სიდნეის ნავსადგურის ხიდი ავსტრალიაში სინამდვილეში ყოველდღე იზრდება და იკლებს 7 დუიმამდე მზის სითბოს გამო. ამის მოსაგვარებლად ხიდის საძირკველში უზარმაზარი სახსრები აძლევს ხიდს საშუალებას ისუნთქოს, როცა ტემპერატურა იცვლება. ის აშენდა 6 მილიონი მოქლონით, რაც ფოლადს მჭიდროდ აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მოძრაობს. ინჟინერებმა მწარე გამოცდილებით ისწავლეს, როგორ შეენარჩუნებინათ შემდეგი ხიდი. ნომერი 13. თეის ხიდის კატასტროფამ 1869 წელს შოკში ჩააგდო შოტლანდია. ამიტომ, როცა ინჟინერებმა ახლომდებარე ფორთის ხიდი დააპროექტეს, მათ გაბედული ახალი მიდგომა გამოიყენეს. მათ გამოიყენეს ფოლადი, რაც პირველად მოხდა დიდი ბრიტანეთის მსხვილი ხიდისთვის და გამოიყენეს კონსოლური კონსტრუქცია, რათა გაეძლოთ ძლიერ ქარებს, რომლებმაც ადრე ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია. ედინბურგის ჩრდილოეთით ეს ხიდი 1880-დან დგას და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გამძლე სარკინიგზო ხიდად მსოფლიოში. შემდეგ გადავიდეთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და რომანტიკულ ხიდებზე. ნომერი 12. ვენეციის ოხრების ხიდი 1600 წელს აშენდა, რათა პატიმრები დოჟის სასახლიდან პირდაპირ საკნებში გადაეყვანათ და მათთვის ქალაქის ბოლო ხედის დანახვის საშუალება მიეცათ, პატარა გისოსებიანი ფანჯრიდან. მისი მჭიდრო თაღი უკვე 400 წელზე მეტია, რაც კირქვას ერთ ადგილზე ამაგრებს. დღეს ეს ინსტაგრამის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, მაგრამ იმ პატიმრებისთვის, ვინც მასზე გადიოდა, ამ ბოლო ხედს თან ოხრა ახდა. შემდეგი ხიდი კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავად ითვლება. ნომერი 11. ორესუნდის ხიდს იდენტობის კრიზისი აქვს. ის ერთდროულად ხიდიცაა და გვირაბიც. დანიისა და შვედეთის დამაკავშირებლად ინჟინერებმა ასე ააშენეს, რათა კოპენჰაგენის აეროპორტის მიმდებარე საჰაერო მოძრაობა შეუფერხებელი ყოფილიყო. გემებისთვის უსაფრთხო გზა უზრუნველყოთ და ყინულის ნაკადებს სრუტის გადაკეტვა არ შეეძლოთ. ხელოვნური კუნძული გვირაბის შესასვლელს აღნიშნავს. ეს თანამედროვე საინჟინრო საოცრებაა და დაუვიწყარ მოგზაურობას უზრუნველყოფს.
ჩვენ გადავლახეთ ილუზიები, ცოცხალი ფესვები, მცურავი ტივები, DNM-ის მოbrunებები და დიზაინები. სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. შემდეგი ხიდი ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხიდია. ნომერი 10 მოქცევები. ნისლი და მიწის ზღვის საფრთხე. ოქროს კარიბჭის ხიდმა ყველაფერი გადაიტანა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი საფრთხე ბუნება არ იყო, არამედ ადამიანები. მის 50 წლის იუბილეზე ხიდზე მილიონამდე ადამიანი ავიდა, რამაც ხიდს 30 მილიონ ფუნტზე მეტი წონა დაამატა. თავი გასწორდა. საკიდი მავთულები დაიჭექა და ერთი წამით ჩანდა, რომ ხიდი შეიძლება ჩამოშლილიყო. თუმცა მისი საოცარი ინჟინერიის წყალობით ხიდი მტკიცედ იდგა. მაგრამ ბუნებამ აიძულა დიზაინერები თავიდან ეფიქრათ შემდეგ ხიდზე. ნომერი 9. აკაში კაიკიოს ხიდი იაპონიაში უძლებს თაიფუნებსა და მიწისძვრებს. და ეს ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა. მშენებლობის დროს ძლიერმა მიწისძვრამ საძირკველი გადაადგილა, რაც გეგმების ჩაშლით იმუქრებოდა. მაგრამ იაპონელმა ინჟინერებმა ცენტრალური მონაკვეთი 3 ფუტით გააგრძელეს და კატასტროფა ინჟინერიის ბრწყინვალე მიღწევად აქციეს. ამასობაში თურქეთში ხიდები მხოლოდ ტრანსპორტს არ ემსახურება. მათ ნიშნულობა აქვთ. ნომერი 8. ჩანაქალეს ხიდი თურქეთში. აკაში კაიკიოს ხიდს გადაასწრო და გახდა მსოფლიოს ყველაზე გრძელი საკიდი ხიდი, რომელიც თითქმის 6600 ფუტს მოიცავს. მისი დიზაინის სიმბოლიზმით არის სავსე. სახელი და კოშკების სიმაღლე 1915 წლის საზღვაო გამარჯვებას ასახავს, ხოლო სიგრძე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძუნება. გაქვთ ვარაუდი, რომელი ხიდია პირველ ადგილზე? დარჩი ჩვენთან და გაიგებთ. ნომერი 7. სიბირის რუსკის ხიდი უკიდურესი სიცივისთვის უნდა დაეპროექტებინათ, სადაც ყინულის დაგროვება ხიდებს საშიშად მძიმე გახდის. სამხედრო დონის პილონები და ყინულისგან დამცავი კაბელების გარსები ხელს უშლის ყინულის დაგროვებას, რაც ხიდს საშუალებას აძლევს გადარჩეს -40 ფარენჰაიტის ტემპერატურაზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ ხიდის ღირებულება $1 მილიარდ შეადგენდა, კრიტიკოსებმა მას ამაოების პროექტი უწოდეს, რადგან კუნძულის მხოლოდ დაახლოებით 25% არის ასფალტირებული, რომელსაც ხიდი აკავშირებს. შემდეგი თემაა, როცა ხიდები მასშტაბურია. ნომერი 6. 24 მილიანი ჰონგ-კონგ-ჯუჰაი-მაკაოს ხიდი ჩინეთში უზარმაზარი მეგაპროექტია, რომელიც აერთიანებს 3 ვადოვან ხიდს, წყალქვეშა გვირაბს და 4 ხელოვნურ კუნძულს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე გრძელ ზღვის გადაკვეთად აქცევს. 120 წლის გამძლეობაზე აგებული ეს ნამდვილი საინჟინრო საოცრებაა. თუმცა მის გარშემო კამათიც არის. დელფინების პოპულაცია ხიდის მახლობლად 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის მარტამდე 60%-ით შემცირდა, რაშიც გარემოს დამცველები მშენებლობის პროექტს ადანაშაულებენ. მაგრამ ჩინეთის ხიდების ამბიციები ამით არ დასრულებულა. ნომერი 5. თუ დიანიან კუნჩანის ხიდზე მზის ამოსვლისას დაიწყებდით მგზავრობას, შუადღემდე მაინც ვერ მიაღწევდით მეორე ბოლოში. მაღალსიჩქარიანი მატარებლების გადასაყვანად წყალს, ბრინჯის ველებსა და ჭაობებზე ის აშენდა იმისთვის, რომ გაუმკლავდეს იანძის დელტის რბილ და არასტაბილურ ნიადაგს. იმის ნაცვლად, რომ მიწის ზედაპირზე ბზარების გაჩენის რისკი მიეღოთ, ინჟინერებმა მთელი ხაზი 2000-ზე მეტ ბურჯზე ასწიეს, რომელთა სიმაღლე ზოგან 100 ფუტს აღწევს. ეხლა მას გინესის მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელ ხიდს. ასე რომ, რას აკეთებ, როცა ბუნება ყველა გამოწვევას გიმზადებს? ადაპტირდები. ნომერი 4. რიო-ანტირიოს ხიდი საბერძნეთში თითქმის ყველა წარმოსადგენს სირთულეს აწყდება. ღრმა წყალი, არამდგრადი ნიადაგი, მიწისძვრები, თუნდაც მოძრავი ტექტონიკური ფირფიტები. ამიტომ ინჟინერებმა კრეატიულობა გამოიჩინეს. მათ სვის ფსკერი ასობით ღრუ ფოლადის მილის საშუალებით გაამაგრეს და ბოძები სქელ ხრეშის ფენებზე დააყენეს. მიწისძვრის დროს კოშკები ისეა დაპროექტებული, რომ რყევასთან ერთად იმოძრაონ, ხოლო ხრეში ენერგიაში თანთქავს. ეს რჩება 7400 ფუტიანი ხიდი, ერთმთლიანობად მაშინაც კი როცა მიწა იშლება. გადავიდეთ შოტლანდიაში, სადაც ამინდი ყოველთვის ართულებს ყველაფერს. ნომერი 3. როდესაც ინჟინერებმა ქუინსფერის ხიდი დააპროექტეს, იცოდნენ, რომ ნამდვილი მტერი ქარი იქნებოდა. ხშირი ქარიშხლები ხშირად ხურავდა ახლომდებარე ფორსის გზის ხიდს, ხოლო ეს ხიდი უნდა ყოფილიყო ის, რომელიც არასდროს იკეტება. მაგრამ 2020 წელს შოტლანდიის ამინდმა საბოლოო სიტყვა თქვა, როცა ყინულის დაგროვებამ ხიდის დახურვა გამოიწვია. შემდეგი, რა სიტყვით ხიდზე, რომელსაც მაგარი ტრიუკი შეუძლია? ნომერი 2. ხიდების უმეტესობა სტატიკურია, მაგრამ არა ლონდონის პადინგტონის მოძრავი ხიდი. ამოწევის ან გადაქანების ნაცვლად ჰიდრავლიკური გუშები ხიდის საფეხმავლო ნაწილს შეკუმშავს, რის შედეგადაც მთელი კონსტრუქცია იდეალურ ბორბლად იხვევა. რამდენიმე წამში მყარი ინფრასტრუქტურული ნაგებობა თვითმხარდამჭერ სკულპტურად გარდაიქმნება. და ახლა ბოლოს და ბოლოს, ეს ბოლო-ხიდოლო ხიდი. ეს უბრალოდ თავის გამოჩენა. პირველი ნომერი. Yangtze's განიანცა მდინარის ხიდი ჩინეთში 2 ექსზოლიან გზას ერთმანეთის ზემოთ აწყობს, რათა უხანი მოძრაობაში იყოს.
მისი ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია და სიგრძე თითქმის 5600 ფუტს აღწევს. ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ორსართულიანი ხიდის მალის რეკორდს ფლობს. ხიდი აშენდა სრულად შედუღებული ფოლადის ფერმული კოჭოვანი კონსტრუქციით, რამაც ფოლადის მოხმარება ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით 10.2%-ით შეამცირა. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე MapPack-ზე.